როგორ ვიცნოთ და ვებრძოლოთ სტრესს? თუ ღამით ძველ გძინავს, გაღიზიანებული ხარ, მეხსიერება გაგიბოჭდა, ან გადაღლილობას გრძნობ. ეს შესაძლოა სტრესი იყოს. რა არის სტრესი? სტრესი არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია მაშინ, როცა ვგრძნობთ, რომ ჩვენს წინაშე დგას გამოწვევა, საფრთხე ან ზეწოლა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. ეს ნიშნავს, რომ ტვინი ამბობს, ყურადღება ახლა უნდა მოვემზადო. რა ხდება სტრესის დროს? სტრესის ორგანიზმში აქტიურდება ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმი. იზრდება ხურისცემა, ჩქარდება სუნთქვა, კუნთები იჭიმება, გამოიყოფა ჰორმონები, კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ყველაფერი გვამზადებს მოქმედებისთვის. სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის. არსებობს ორი ტიპის სტრესი. მოკლევადიანი სტრესი, რომელიც გვეხმარება კონცენტრაციასა და ენერგიის მობილიზებაში. მაგალითად გამოცდა, საჯარო გამოსვლა, მნიშვნელოვანი შეხვედრა. ხანგრძლივი სტრესი, როცა სტრესი დიდხანს გრძელდება, ის იწვევს გადაყვანას, გაღიზიანებას, ყურადღების და მეხსიერების გაუარესებას, ფიზიკურ პრობლემებსაც. სტრესის ზიანი ტვინზე. ხანგრძლივი სტრესი აძლიერებს აქტივობას ტვინის შიშის ცენტრში, ამიგდალაში, ამ დროს ადამიანი შიშებშია, გაღიზიანებულია და უჭირს განწყობის მართვა. შესაძლებელია შფოთვა და პანიკა გაძლიერდეს, რადგან ტვინი მუდმივად მზადაა საფრთხისთვის. ჰიპოკამპუსი, რომელიც სწავლასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, ზიანდება. კავშირები იკლებს ნეირონებს შორის. შესაბამისად, გვიჭირს დამახსოვრება. წინასაფარი კორტექსი, რომელიც ანალიზსა და ლოგიკას აკონტროლებს, მცირდება. შესაბამისად, ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ლოგიკური აზროვნება. სტრესი იწვევს მეხსიერების, ყურადღების და გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. როგორ ამოვიცნოთ სტრესი? ფიზიკური ნიშნები. დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, კუნთების დაჭიმულობა, თავის ტკივილი, გულისცემა, სწრაფი ან არასტაბილური, ძილის პრობლემები. ემოციური ნიშნები. გაღიზიანება, შფოთვა, დეპრესიული განწყობა, ემოციების კონტროლის დაკარგვა. ცევითი ნიშნები. კონცენტრაციის პრობლემა, ინტერესების შემცირება, სოციალურ ურთიერთობებზე უარის თქმა. კოგნიტური ნიშნები. მეხსიერების პრობლემა, გადაწყვეტილების მიღების გაზნელება, მუდმივი ნეგატიური აზრები. თუ ნიშნები ხანგრძლივად შენარჩუნდება, ეს ხანგრძლივი სტრესის მაჩვენებელია. სტრესთან ბრძოლა. ფიზიკური მეთოდები. სირბილის ეირნობა, იოგა, ღრმა სუნთქვა, რეგულარული ძილი, ჯანსაღი კვება. ფსიქოლოგიური მეთოდები. ამოცანების დაყოფა პატარა ნაბიჯებად. ნეგატიური აზრების გადაკეთება. იმაზე ფოკუსირება, რასაც ვაკონტროლებთ. სოციალური მხარდაჭერა. მეგობრები, ოჯახი, პროფესიონალური ფსიქოლოგი, მხარდაჭერის ჯგუფებში მონაწილეობა. ყოველდღიური ჩვევები, შესვენებები და ჰობი, გონების დასვენება და განტვირთვა, დროის გატარება საზოგადოებაში. სტრესი ბუნებრივი პროცესია. მოკლევადიანი სტრესი კარგია, ხანგრძლივი აზიანებს ტვინსა და ჯანმრთელობას. ფიზიკური აქტივობა, დასვენება და სოციალური მხარდაჭერა დაგეხმარება სტრესის კონტროლში. დაუთმეთ მეტი ყურადღება საკუთარ თავს. ეს არის პირველი ნაბიჯი სტრესის მართვისთვის. თუ მსგავსი კონტენტი შენთვის საინტერესო, მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი.